მოგესალმებით, დადგა უთხშაბათის საღამოს 8:02 მე გახლავართ გიორგი ტარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვინც პატიმრობასაც შინახავთ, განსაკუთრებით განსასწრებში ვინც ხართ და უცხოეთში ყოფი ქართველი და ის ადამიანები დღეს უამრავი ადამიანი იყო, მამა იოანეს დაკრძალვა იყო დღეს, ლომისობას ტყუილა არ დაემთხვეოდა, ძალიან უყვარდა ლომისის წმინდა გიორგის მონასტერში ძალიან დიდი წვლილი აქვს მას მინაღები და ძალიან უყვარდა ეს და მიიბარა წმინდა გიორგიმ მისი სული და ძალიან რაღაცა ტკივნეული იყო და თან ყველაზე ბედნიერება რა იყო იცი ძალიან უბრალო და ბევრი ისეთი ადამიანი მოდიოდა ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდნენ იქ და მადლობა ღმერთს სხვათა შორის ძალიან გული დამწყდა რომ სასულიერო პირების სიმცირე იყო ძალიან ცოტა არ იმსახურებდა მამაო იმას რომ ესეთი ცოტა სასულიერო პირი მისულიყო იქ და მინდოდა რომ ბევრი აი ჩვენ მინდა რომ ძალა ვანახოთ ხოლმე რა საერთოდ როცა არის მღვდლის დასაფლავება ან რაღაცა ისეთი დღეები როცა ეკლესიურ ადამიანს ეხება უნდა ვიყოთ მობილიზებული და ეს ერთად უნდა გამოჩნდეთ ხოლმე რა ეს აუცილებელი არის რა და გთხოვთ ძალიან გაითვალისწინეთ იმიტომ რომ მრევლი მეუნებოდა ერთი რომ მის დაბადების დღეზეო 10 ჯერ უფრო მეტი ადამიანი იყო მოსულიო ვიდრე დღესო და არ არის ეს სწორი თუმცა უბრალო ადამიანები რომლებიც მართლა იქ ღმერთს ვინც უყვარს იმ ადამიანებით გადაივსო იქაურობა და მადლობა ღმერთს აი მადლობა თქვენ რომ აი ესეთი ადამიანები ხართ და აი საქართველოს არ დაიღუპება სანამ ესეთი ადამიანები იარსებენ მართლა ყველაზე დიდარი ადამიანები ისინი ხართ ვინც აი ესე აი რაღაც ღვაწლში ხართ ის უბრალო მრევლი რომლითაც სუნთქავს ჩვენი ეკლესია და რომლის გამო ჩვენი ეკლესია არ იღუპება და მამა დავით ციცქიშვილი ყავს სტუმრად და სხვათა შორის აი მაგასთან დაკავშირებით ბევრ ამას ვკითხავ მამო რაზე შეიძლება გამახვიდეს ყურადღება ბოდიშგიხტი და მადლობას პირველ რიგში რომ მობძანდით მამაო დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის რაღაცნაირად დამხმარე რომ იტყვიან და თან კიდემ ქადაგებელი აქედან იმ სიტყვისა რომ ადამიანები სუნთქავენ თქვენი სიტყვით ბევრი ადამიანის დახმარები ხარ ძალიან მამო როგორ უნდა უყუროთ ამ სხვა რაღაცნაირად ისეთი დღიანი რაღაცა თქვენ თუ იტყვით როგორ უნდა უყუროთ გულდასაწყვეტი ბევრი რამ იქნება ვიქტორ ფრანკლი იყო ესეთი ფსიქოლოგი საკონცენტრაციო ბანაკებში იყო ფაშისტების ხო და აი ჯოჯოხეთია გამოვლილი და საერთოდ ყველამ უნდა წაიკითხოს აი იქაური ცხოვრების აღწერა მძიმე კი არის აი როგორ დეგრადირებს ადამიანი როგორ უფასურდება მისი ცხოვრება რამ ტარვალად შეიძლება პიროვნება გადაიქცეს და იქ მეცნიერი იყო, იურისტი იყო, ექიმი იყო, სახელი და გვარი დაიკარგა და იყო მხოლოდ ნომრები და არაფრად არ ღირდა მათი ცხოვრება. ანუ აი ამ შაბნელ მხარესაც უნდა გაეცნო ცხოვრების, რომ ჯოჯოხეთი შეიძლება იყოს აქ მიწიერი და აი ის ამბობდა რომ ადამიანიო დღის განმავლობაშიო გაცილებით მეტ უარყოფით განცდას განიცდის ვიდრე დადებითსო და არაერთხელ მithქვამს ამ ეთერშიც რომ ეს სოფელი ბოროცა ზედა დგას ასე რომ საკმარისად პირქუშია ხშირად სურათი და ადამიანებიც დაუნდობლები და სათანადო სიმაღლეზე არ არიან მრავალ არიან ჩინებული მცირედ რჩეული მე ადრე წლების წინ ესეთი გამონათქვამი გავაჟღერე აკაკი წერეთლის რომ პატარა რო ვიყავიო ყველა ჩემზე უფროსი ღირსეული მეგონა რომ გავიზარდე 100-დან 4 არის ეგეთი წარმოედგინეთ 100-დან 4 ანუ პირადად ჩემი დაკვირვებითაც ღირსეული ადამიანი ცოტა და მრავალანია ჩინებული მცირე რჩეული და აი რო შევხვდები ეგეთ ღირსეულ ადამიანს გულახდილად თქვა მიკვირს მაგრამ ესეც არის რომ გადამლაშებაც არ შეიძლება რა რუსებს აღარ გამოხდა მირნე без добрых людей სამყარო არ არის კეთილი ადამიანების გარეშე ანუ რომ გადაუსავ ხაზს და ზედმეტად რომ მიდიხარ მართულებით მე ღმერთი გამოგიჩენს ესეთ ადამიანებს რომლებიც
ამჟღავნებენ სითბოს, ანგარებიანები ნაკლებად არიან, ეგოისტები, რაღაც დახმარების სურვილს გამოხატავენ და საქმითაც ემსახურებიან ამ საქმეს, ასე რომ მაგრამ ეხა ყველა ამ ცხოვრებას უყურებთ და ერთი დიდი ტკივილია რა. ეხლა აუცილებლად იქნება ხომ ადამიანის ცხოვრებაში ტკივილი, თან ძალიან გულდაწყვეტა, ღალატი, გაცემა და ის საიდანაც არ ელოდები ზუსტად იქინა შეიძლება წამოვიდეს. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოემზადოს ამისაც ადამიანი, იმიტომ რომ ზუსტად ეს ყველაფერი ღალატი, ეს ისა ტკივილი და რაღაცა მოდის მოულოდნელობისგან რა, არ ელოდები და უცბად რაღაცნაირად ეს ისინი დარტყმები მოდის ხოლმე. აი თუ შეიძლება როგორ უნდა არ გქონდეს მოლოდინი იმისა, რომ სიტყვაზე რომ ადამიანში არ ელოდები და უცბად ისა და არა და ხო არ გაიცნობ ისე ადამიანს, რომ აი მოდი ამისგან დაველოდები, რომ ეს ეგ მიღალადებს, ამას ხო არ დაელოდები. აი ამას როგორ უნდა გაიქცე მამაო. ეხლა მაგას ვერ გაექცევი. ადრე თუ გიან ვიღაცა გიღალატებს სათანადო სიმაღლეზე არ აღმოჩნდება. ესეც უნდა ნახო ხო ცხოვრებაში ეხლა. გაიყოს ეს. არის აპირისპიროც აი ზოგჯერ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს კაცი და მე არის ისეთი შემთხვევა, როდესაც პირველი შთაბეჭდილება უარყოფითია და მე ხვდები როგორც ხდებოდი არა. ასე რომ არასოდეს არ თქვა არასოდეს და რაც არ უნდა ჭკვიანად წარმოსახოს საკუთარი თავი და ფსიქოლოგიური გამოცდილების და ინტუიციის ცოდნით, მაინც შეცდომას უშვებ. თუმცა სკოლა მაინც დიდია ცხოვრებისეული, რომ ასე თუ ისე მაინც გაიწაფო ადამიანის შეფასებაში, მაგრამ უნდა მოელოდო და პრინციპში ისიც არის, რომ ეხა ისე დრო მოვიდა, ადრე მაგალითად იყო ეგეთი ჩვევა, რომ იმისთვის რომ მოთმინების უნარი გამოიმუშავებინათ, სიბრაზისგან განთავისუფლებულიყვნენ და ასე შემდეგ, ჭირვეული ხასიათის ადამიანი მოყავდათ ხოლმე ოჯახში. წარმოიდგინე. ეხლა რა ის გააკეთო. ეხლა პირიქით, აი ესეთი ჭირვეულ ხალხს უარყოფითი აურის ქონე ადამიანებთან დისტანცირებაა საჭირო, იმიტომ რომ ჩვენი ფსიქიკა 21 საუკუნის საკმარისად ტყიფე ვერ გაუძლებს ამ ყველაფერს. ანუ მე რა მინდა თქვა რომ ზოგჯერ ეხა გუმანი რაღაცას კარნახავს შინაგან ეხმა და ეხა უნდა მიყვე და უნდა გაითვალისწინო და ზედმეტად არ უნდა შეტოპო იმ ადამიანთან ურთიერთობაში, სადაც იკვეთება რომ მაინც მისი ნდობა არ შეიძლება. ესეც არის. ზოგჯერ ჩვენ ინტუიციას არ ვეყრდნობით ხოლმე და ესეც ხო ძალიან ცხოვრებისეულია. თითოეულს განუცდია შინაგანი ხმა რაღაცას კარნახავ და არ დავემორჩილო წინ დახვდა. აუცილებლად ამ სისუსტეშიც გამოიჩენა რა საკუთარ თავს. ასეა თუ ისეა. როგორ თქვა, ყველანაირ განსასწრებს მოგივლეთ უფალი. ყველანაირს, მაგრამ ზოგჯერ ამ განსასწრებს ჩვენ თვითონ ჭედავთ ჩვენი გონება შეზღუდულობით, წინ დაუხედულობით და იმით რომ აი მინიშნებებს უფლის მიერ არ ვაქცევთ ყურადღებას. მაგრამ შეცდომა უცოდოლიც არავინ არ არის, ესეც არის არა. ასეა თუ ისე ესეთი რთული სურათი ისახება, იკვეთება, ხო და ჩვენი ცხოვრება ისე მოწყობილი, რომ ღალატიც უნდა განვიცოდოთ. აუცილებლად, აბა ხა სხვანაირად ვერ ვსწავლოთ. ყველანაირ ბრძმეთში გამოგატარებს ღმერთი. სხვანაირად სულიერი პიროვნული გამოსლება არ მოდის. ყველა კუთხით დაგანახებს სოფელს, რომელიც ბოროტსა ზედად დგას. და აი ეს ყოველთვის ხოლმე რაღაცნაირად ამ პრობლემებში რო ხვდები, აი რატო უშვებს ჩვენზე, რისი ის არის, აი ირგული მყოფებს ამოწმებს, შენგან აი რა ხდება, აი რა მოვლენასთან გვაქვს, აი რა განგიცდიათ ხოლმე, მამაო, თუ ესეთი რაღაცები ხდება ხოლმე, რომ ირგული მყოფებსაც ამოწმებს, მაგრამ ისიც არის, რომ განსაცდელში შენს განსაცდელი აზგულისხმობს საცდელს. იცდები ადამიანი, ხა მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მართლა საოცარი მომენტია, შენ თავს უყურებ აცლეულებ, მოხარშულს იცნობ, მოდის განსაცდელი და ისეთ ვისებებს ამგოჟავნებ, რომ ვერ წარმოიდგენთ, თურმე შენი თავი არ გცნობია.
არ ეგეთი გამოთქვა, შარო საიდან მოდიხარო რა. ესეც ხო უნდა გამოცოდო რა. არაფერში დამნაშავე არ ახარ, მაგრამ ხტები აი ამ სხვისი არაკაცობის, სხვისი პატარა ადამიანური არსების გამოვლენის მსხვერპლი. და ნუ ამ შემთხვევაში ჩვენი კაცი მაინც უმზერს საკუთარ თავს. აი როგორ იტანს აი ამ ყველაფერს. რამდენად იცულოვნად, რამდენად გამოდის წყობიდან, რამდენად ითმეს, რამდენად ნაკლებად თუნდაც უზენაეს საქმეს ურჩევს, რომ რატო დაეიშვა ეს განსასწრელი. ეს თეორიულად ამას ვერ ისწავლე. და პლუს წარმოდგენაც გექნება იმაზე, რომ რაც თქვი, რომ ხვდები, რომ ყველაზე დიდი გამოცდა რაც არის ამ ქვეყნად ჩასაბარებელი, ეს არის ადამიანურობის გამოცდა. აი ამ გამოცდას ბევრი ვერ აბარებს. ბევრი, როცა კრიტიკული დრო მოდის, ვითარება არა, ბევრი პატარა არსებად ამჟღავნებს საკუთარ თავს და ეხა ღმერთის წინაშე რო წარდგები ეხა იქ რისი გამოცდა შენი ადამიანურობი, შენი ვასკაცობი, შენი სხვაზე გადაყოლის, არა ეგოისტურობის, ეხა მე არც თუ იშვიათად მithქვამს, თუნდაც აი სასულიერო პირებთან მიმართებით ეს კაბარობაც ეს აფერი არ არის. თავარია მე რამდენად ადამიანურად გამოვიყურები. თორე ეს სამოსია, კი, რაღაცა კუთხით საპატივცემულო, მაგრამ ეს მიშველის მე უფლის წინაშე რო წარდგები თუ ის მაგალითად როგორ მოვიქცე გეცი კრიტიკულ ვითარებებში ღირსეულად და ამ გამოცდას კიდევ ჩემი დაკვირვებით ბევრი ვერ აბარებს. ბევრი. ხო და უფალთან ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი განისჯება. განისჯება. როდესაც აი ვინც ნახა ის სამყარო ერთ-ერთი მხარე რა არის, რომ ანალიზი ხდება შენი ცხოვრების. იქ სადღაც წარმოდგენილი ესე მაქვს, რომ აი როგორც კომპიუტერშია მოცემული, არა, იქ ყოველი შენი დღე არის მოცემული, აი განვლილი ცხოვრების, თქვათ 7 წლის ასაკში, თქვათ 7 თებერვალს რასაკეთებდი 3 საათზე. იქ უჩვენებენ აი ყველა იმ მომენტებს, სადაც შენ არასწორად მოიქეცი, არა მხოლოდ უჩვენებენ, აი განხილვა ხდება შენ ამით სხვა როგორ დააზიანე წარმოიდგინე, მე ისეთი მძაფრი განცდა არის საკუთარი უღირსობის, არასწორი საქციელიც და ეხლა წარმოიდგინე ჯოჯოხეთში რო არიან, რამოსდით კვლელებს, ყაჩაღებს რო უყურებენ თავის განვლილ ცხოვრებას და უკვე ვერაფერს ვეღარ დააბრუნებენ და მუდმივი შეფასება მიდის ამ თავისი არაკაცური გამოვლენების. ეს არის ქრისტიანული მიდგომა თუნდაც იმ ქვეყნიური ხვედრის შესახებ და არა ის რომ დაუშვა რომ მაგალითად ადამიანი რამდენიმე სახით შეიძლება მოევლინოს ქვეყანას იქ ლომის სახიდან, ტარაკანის სახიდან და ასე შემდეგ. იმ ქვეყნიური ცხოვრების ვილი გამოსტელს სხვა რაღაცას გვეუბნება ჩვენ. ხო და აიც ეს სამყარო ეს სოფელი აი რამდენჯერ მithქვამს რა ყველაზე რეალისტური განხილვა მიწიერი ცხოვრების არის ისე ეკლესიური ენით გამოთქმული ეს სოფელი როცა და დგას აი ხარო წარმოიდგინე მართლა რამდენი სისასტიკე ხდება რამდენი უსამართლობა როგორი დაუნდობლები არიან ადამიანები ან იგი ხა თანამედროვე ვითარებაში რომ გადმოვიტანოთ ეს სოციალური ქსელები რომ არის როგორ აგიდებენ ერთმანეთს როგორ ლანძღავენ როგორ ქილიკობენ მართლა მიწერი ჯოჯოხეთია რა ისე გაგიხეთკავენ გულს რო თვითონ ამას რზენია ხა რაც არ კომენტარები ერთი მეორეს როგორ ტკენს გულს რაღაცა სასწაული კომენტარებია ხო სასწაული კომენტარებია და ამიტომაც ეხლა დღეს უკვირდებოდი მამაო ისე ხა ძალიან ბევრი ადამიანს ხა მამაო ძალიან დიდი ხანია მოდის და ძალიან ბევრი ადამიანს ანუ საერთოდ სხვა ადამიანებთანაც უკვირდები ხოლმე ძალიან ბევრი ადამიანს ეკუთვნის რო სიტყვაზე
მივიდეს იქ როცა გასაჭირი არის მამაო როცა ეს არის უკვე ბოლო არის ხო ხო მაინც აი მამაო რაღაცნაირად სოლიდარობა და ის დაკარგა ქართველმა ადამიანმა ეხლა წარმოვიდგინე ამ დონის მასშტაბის მოდელი კვდება ხო არქიმანდრიტი ადამიანი ხო სქიმოსანი არქიმანდრიტი შედალოცილო შენა ერთი მისულით რამე ხო არ და იმას იზამს მაგრამ ჩვენ აღარ გვაქვს მამაო ეს და უბრალო ხალხი აი მართლა ღმერთი დაინახება უბრალო ხალხი აი უბრალო ადამიანები გადავსებული იყო მამაო როგორი ხალხით იცით დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს ტრანსპორტის ფული არ ქონდა აი ესეთ ადამიანებზე დგას მაინც სამყარო რა ის ვეღარ გადაგვარჩეს იქ ვიღაცა თანადებობის პირი რო აი იქ ვიღაცა ეგ არაფერი არ არის მამაო თუ შეიძლება მამაო აი რატო დაკარგა ქართველმა ის დაიკარგა მამაო თავარი სოლიდარ ყველაზე თავარი თან და ყველაზე ცუდი რა არის იცით მამაო შეიძლება აი ამ წრეში შეიძლება ვიღაცა სოლიდარული ვერ ნახო და აი საიდანღაც ქუჩიდან ადამიანი მოვიდეს და იყოს სოლიდარული აი საერთოდ რო გონია რომ აი აქ აუ ამათ არ ეცოდინებათ ნამდვილად და ამ დროს იმათმა იციან მამაო ერთმანეთის გადაა ხო ნუ ეხა სამწუხაროდ ჩვენ სათანადოდ არ ვამახვილებთ ყურადღებას ჩვენ ნაკლოვანებებზე პირადად მე მიმაჩნია რომ გაზდის წყალო ეს არის მათ შორის ეკლესიური ცხოვრების გაუმჯობესების აი შეიძლება ისე მოგეჩვენოთ მაგრამ აი მიმაჩნია რომ დღეს ნომერი პირველი ამოცანა ეკლესიის რა არის იცი რომ ხალხს რაც არ მოსწონს ეკლესიის სიახში აი ის კარგად გააცნობიეროს და გაითავისოს უპირველესი ისე განმავითარებელი ჩვენი არის ხალხი ყველა პრინციპში ყველა დაწესებულებაში ეგრეა სასწავლებელი იქნება უნდა კითხო სტუდენტებს არა რომელი ლექტორი მოსწონს რითი შეიძლება პროგრამის გაუმჯობესება რა ნაკლოვანები შეიმჩნევა და ასე შემდეგ ეს არის განვითარების წყარო და იგივე შეეხება ეკლესიასაც მე ესე ვიტყოდი სულ ამ სიტყვის მნიშვნელობით ხო და ასე რომ მე ბევრჯერ მithქვამს რომ აი ეს პორტრეტი ქართველის ფსიქოლოგიური არის ურთულესი აი ურთულესი მე მგონი რომ ჩვენისთან რთული ხალხი არ არსებობს და რთული ქვეყანა მძიმე სხვა არის მძიმე ხა სირიაში რაც ხდება უფრო მძიმეა ვიდრე ჩვენთან მაგრამ რთული კიდე სხვა კატეგორიაა კი ეხა რამდენისგან გამიგონია აი წარმოვიდგინე დაუკვირდი ამ ფრაზას საზღვარგარეთ ვინც არის წასული იქ თუ ვინმეს უნდა ერიდო ქართველს ქართველი ამბობს ამის შესახებ ეს ხო არ არის არა როგორ ვთქვა რა თეორიული წიაღსლის შედეგი არა ცხოვრებისგან არა ნაჩვენები რომ ესე იგი როგორი თვისება გვაქვს ჩვენ არა რომ არ დაინდოს ხო ერთ-ერთ სასწავლებლის სტუდენტებს ვკითხე ყველაზე მეტად რა გაღიზიანებთ მეთქი და როგორც ერში ისე ბერში გულახდილად რო თქო რა მითხრა იცი ანგარებაო გამორჩევა იციანო ადამიანებო ერთ-ერთი ჩემი ახლობელი მეუბნება რომ ჩემი ნათესავი არის მეუბნებაო მეო მაგალითად თუ ვიღაცისგანო რაიმეს არ მოველიო გამარჯვებას არ ვეუბნებიო იმას წარმოიდგინე რა დონეზე ადამიანი დასო ხო და ეხა ეს ფსიქოლოგიური პორტრეტი არა კონსტანტინე გამსახურთი რას ამბობდა რომ თუ ერთი გამოიერიო ისე ჩავკურნითო როგორც წერა სხვავები ხო ასე რომ აი ეს პორტრეტი ქართული ხასიათის არის ურთულესი ხო და ხშირად ჩვენ რაღაცა დავფრინავთ და რაღაც მეორე ხარისხოვანზე ვამხილებთ ყურადღებას და ეს რეალური პორტრეტი მოინიშნოს ეს არის ძალიან დიდი საქმე თავისი ღირსებები და თავისი უარყოფითი დატვირთვით და ეს უარყოფითი დატვირთვა 21 საუკუნეში საკმარისად გაძლიერდა რა თქმა უნდა იმას ლაპარაკი უფრო ეგოისტი რო გახდა ადამიანი უფრო ანგარებიანი ზედაპირული განათლების დონემ რომ დაიკლო და ასე შემდეგ ხო და ამასე რომ მე ანალიზს აკეთებ და გულდაწყვეტილი ხარ რა თქმა უნდა როდესაც მიდის ადამიანი და ის ვინც უნდა იყოს ვისთანაც წლები გაუტარებია ამხელა კავშირი ქონდა ეგ არის მამაო გულდასაც უცოდველი შენ ოსროცდომო არავინ არა ვართ და არის მომენტი როდესაც ყველაფერი ამას უნდა გადააბიჯო და რაც არ უნდა იქ სხვას არ მოსწონდეს რაღაცები შენ ვალდებული ხარო მიხვიდე მაგრამ ნუ რაც კი ხა
ბევრ რამეში იჭრებიან ჩვენ გარშემო ადამიანები და ეს არის გულსადგენი. ძალიან. და საქართველოში მოი გულდასაწყვეტი რა არის, აი შეიძლება ნებისმიერი ვიღაცა აი ბიზნესმენი ან რაღაცა გუბერნატორი ან რაღაცა ნუ არ ვიცი რა წარმოვიდგინო არ ვიცი აი მის დასაფლავებას შეიძლება უფრო მეტი ადამიანი მივიდეს ვიდრე რიგითად ძალიან კარგი ადამიანის აი მამაოზე აღავლაპარაკობ საერთოდ სიტყვაზე აი რატო აი ადამიანი ესეთი აი ადამიანის ცნობიერება ესე როგორ დაირღვა ხო წარმოგიდგენთ მამა აი როგორ შეიძლება აი სიტყვაზე ისე გული დამწყდა დღეს მამაო ძალიან ცოტა სასულიერო პირები იყვნენ რა შეიძლება ალოცილო შეიძლება აბად ისა რა ქვია მხარის გუბერნატორს მოუვიდეს რაღაც შეიძლება გააუსოთ ისა რა ქვია წესსაგებაზე რიგი დადგეს ხო სიტყვაზე არ არის ეგრე რომ აი უნდა ვთქვათ ეხა ჩვენ ნაკლი უნდა ითქვას რაც არის ო რა თქმა უნდა ითქვას ეხა მე რაც თქვი ამის მომხრე ვარ რომ იგივე ეხა ის რაც არ მოსწონს სასულიერო პირებში ადამიანებს ხალხს უნდა აღინიშნოს რა და ერთ-ერთი აი პირდაპირ ვამბობ რომ აი რო გითხარით გამოკითხო როგორც ერში ბირში დაასახელეთ ანგარება აი თუ რაღაცას ელოდები ადამიანისგან იქ თუ მაღალი თანამდებობისა იმას ხანერად ეპირფერებიან და თუ არაფერს არ ელოდებიან როგორ არ ხედავს ახლა ვის გამოაპარებ ახლა მეორეა რომ ზედმეტად საში არ უნდა იფრინო და რომელი განკითხვა განეკითხე ეს ყველა ადამიანი გამოიჭერს ანგარებაში თავს რა არ გამოიჭერ ამაში რომ ვიღაცა თუ რაღაცა კუთხით დაგეხმარება იმას ხანერად თბილად ეპყრობი მოიკითხავ არა ცოდვილი ადამიანის ბუნება რა ხო არის ჩარჩოები არა აქ უნდა ჩაიკეტო არ უნდა ყვიროდეს და არ უნდა გაცდე კაცობის ფარგლებს ამაშია ლაპარაკი თორე საერთოდ ქრისტიანობაზე უფრო დიდი არაფერი არ არსებობს ადამიანური ბუნების შემეცნების კუთხით იქ ფინალი რა არის რომ არასოდეს არ თქვა არასოდეს თუმცა ყველანაირ ცოდვაში გამოიჭერს ადამიანის საკუთარ თავს რომ მიდრეკილია ხო აი ამაზე დიდი ფსიქოლოგიური წიაღსვლა სად არის აი რომელი ფსიქოლოგი გეუბნება ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა წარმოიდგინეში რა გეუბნება რომ ყველანაირი ცოდვისმიერი მონაცემი არის შენთან მოცემული კიდე რას გვეტყვით, ცოტა დავფიქრდი იმაზე წავედი, მაგრამ ადამიანი მაინც მარტოა, მამაო, რა საბოლოოდ თქვენ ეხა თქვენი ის მახსენდება ხოლმე, სულ ამობთ, რომ საბოლოოდ მაინც ადამიანის ცხოვრება არის მე და ღმერთი რა. ეგ არის, ხო? მთელი ის არის. რა თქმა უნდა, ეხა ფინალი მაინც ეგ არის, რჩება ადამიანი და ღმერთი და ისედაც ეხა ეს უფლის დაშვებით ხდება ყველაფერი არა, ის რომ უმწეო ხარ, ის რომ საქართველოში მithumetet პატრონი ნაკლებად ყავს ის რომ ადამიანები გუგლილობას ამჟღავნებენ ამის დაშვების აზრი რა არის რომ ღმერთმა გაჩვენოს რომ ჩემზე ხარ მონდობილი ზედმეტად მიწიერზე ნუ გააკეთებ აქცენტს რა ეს არის მყიფე და ცრუ ასე რომ თუ პატრონი გინდა გამოკვეთო შენ ეს ვარ მე მაგრამ მადაც ბევრი ნიუანსი იმის იქით ლამაზი თვალების გამო უფალი წყალობას ნაკლებად მოიღებს ახლა ფეხბურთელმა რო არ ივარჯიშოს დიდ ფეხბურთს ითამაშებს ასე არის ღმერთთან ურთიერთობაც ახლა იქ თუ არ ილოცე შენ თავს არ ებრძოლო იქ თუ სათნოებების გამოშვების კუთხით არ წახვედი ახლა როგორ ფიქრობ უფლის წყალობას დაიმსახურებ ისე უღიმ გამოწავა შენი ცხოვრება და მართლა უპატრონობის შეგრძნება გექნება, მაგრამ ასე რომ უფლის წყალობაზე დამსახურება უნდა. ჩემი დაკვირვებით ეს არ არის მარტო რომ აი წმინდა მამებთან მაგ საკითხულია, ცხოვრებას დიდი ტილოა, რომელსაც უნდა უმზერდე და იქიდან დასკვნებს აკეთებდე. რაღაცნაირად ადამიანი რასაც გეგმავს, მომავალ ეგრე არ არის ცხოვრება, ხო, რაღაცნაირად აი საერთოდ ის არის, რა ქვია, რადიკალი, იმიტომ რომ აი წარმოგიდგენთ, მაგრამ რამდენი ადამიანი ვისთვის შრომობს, ეხლა თქვენ უცხოეთში ყოფი ქართველი რო ახსენეთ, რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხებოდა, რა თქმა უნდა, უბრალოდ რაღაცა იყო რაღაცა მომენტი, რომელიც რაღაცა ის მომენტი მოყვა მამაო, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება. ჩვენ კაი ხალხი ვართ, მაგრამ ერთის ხრივ მამაო, ნახეთ მამაო, რას ვამბობ, რომ რამდენს წვალობენ, ბევრი მამაო.
მერე ჩამოდის არ უფასდება. არც ის აქაც ვიღაცისათვის წვალობს, ხო? ჩვენ ხო უნდა ვიცოდეთ, რომ აი სიტყვაზე აი რასაც აკეთებ, ხო? ეს ამ ქვეყნად არ დაგიფასდება. გამორიცხული, შენ თუ ამ ქვეყნად დაგიფასდა, ესე იგი შენ ვერ ცხონდრებ. ამას კი პატრიარქს არ უფასდება და ისეთ ადამიანებს არ უფასდებათ და არ დაფასებიათ მამაო. ხო, თუ შეიძლება მამაო, რას უნდა ელოდოს ამ ხრივ რა მამაო, თუ შეიძლება ადამიანი რა რომ არ დაუფასდება და ტყილა ნუ იმას საქვია თავს ნუ მოიკლავს რა. ხო, რაღაც ბევრი რამე არ დაგიფასდება ხა პირდაპირ უნდა ითქვას. ზოგჯერ ხა ადამიანის მიდრეკილია პატივმოყვარეობისკენ გაიგე რომ აი დაუფასდეს რაღაცებს ხა საკმარისად პატივმოყვარე არსება ადამიანიც რა როცა სიკეთეს აკეთებს სულ მაინც სტილებს რომ გამოამზეუროს ეს რომ ხაზი გაუსვას არა ეხა კი არის ეხა წმინდა წერილში რომ ერთმა ხელმა არ იცოდეს მეორე რომ უცხალებას გასცემსო მაგრამ ეხა რომ ჩვენ არსებაში რომ ჩავიხედოთ რა გააკეთებ რაღაცას და ერთი სული გაქვს მაინც როდის გამომზეურდება ეს ყველაფერი პოეტს დაფაცება უნდა ლექსებს წერს და მე კითხულობს და ბროშურებს თუ კრებულებს უშვებს იქ მეცნიერი იქ მომღერალი იქ სულ მიისრაფიან რომ დააფასონ არა მისი ცხოვრება ხო და ხშირად აი ჩემი დაკვირვებით აი რომ ოდეში ამ სიტყვის რო ეგრე რომ ჩალიჩობენ რა არაფერი არ გამოდის ეს უფალმა იცის როდის სახელი მოიტანოს ეს რაც არის უფლისმიერი და ხა რაღაც ინსტიტუტები შეიძლება მუშაობდნენ ამაზე რომ ცნობადი გახადონ ადამიანი და ეს იყოს არაჯანსაღი და პლუს ბოროტიც მუშაობს ამაზე მაგრამ მუშაობს აბარა ბოროტი რომ სახელი მოუხვეჭოს კაცს არის უავტორიტეტო კაც ეს სხვათა შორის ეხაც მოვიდა ეს დრო მოსული ეხაც ცნობადი სახეები ეხა რომ შეხედავა რა ადრე ვთქვათ ივანე ჯავახიშვილი იყო იქ გალაქტიონი იყო ექთიმე თაყაიშვილი იქ რევაზ ლაღიძე და ეხლა ცნობადი სახეები დიდად არაფრით გამორჩეული ადამიანები არიან და რაღაც ეს შეგრძნება რომ რაღაც ტელი ინსტიტუტი მუშაობს რომ ესეთი ადამიანები წინ წამოწია ანუ ადრე იმსახურებდნენ და ეხა ნაკლებად დაუმსახურებლად ხო ეხა ნუ ქრისტიანი მიდგომა როგორია რომ სახას უნდა გაურბოდეს შენ აი როგორი განსხვავებულია ეკლესიური მიდგომა და ერული მიდგომა მე ადრე მეგონი ამ გადაცემაში ესეთი მაგალითი მოვიყვანე იყო мама ნათანაელი ათონის თაზე და აი ამ პერს წმინდა პავლეს მონასტერში იქაურ ათონის მონასტერში დიდი სახელი ჰქონდა მიაჩნდეთ რომ წმინდანი იყო ხო და მოძღვარობა უბრძანა რომ წასულიყო წმინდა პავლეს მონასტერში და ტრაპეზის დროს ორმაგი პორცია მოეთხოვა წარმოედგინე და ეს როგორი კაცი იყო იცი მემარხულე ჩიტიზოდებს რო ღებულობდა და ესე ასკეტურად ცხოვრობდა როგორია ახლა წახვიდე გადაჩეული ამ ჭამას ორმაგი პორცია მიირთვა არა ნუ მოძღვარს დაემორჩილა და მე მაკილიკი დაიწყო სიკაურმა რომ ეს არ ყოფილა წმინდანი მეგონაოდა თუმცა ანუ სპეციალურად შეილახა სახელი და ეს არის ქრისტიანობა ხა ეს წმინდა მამები მალავდნენ თავის ღვთაებრივ ნიჭებს თავის ღირსებებს თავის ათნოებებს წარმოედგინე შენ რა და ყველანაირად ცდილობდნენ ჩრდილში ყოფილიყვნენ ხა შეადარე აქ ერული ლოგიკა რა არის სულ განსხვავებული ამიტომ ამოტრიალებული პირამიდაა ჩვენი ეკლესიური ცხოვრება და მიდგომები ხო და ნუ ერშია ესე მივისრაფით და ესეც რაღაცა კუთხით გასაგებია ფსიქოლოგიურად სხვათა შორის აი ეს დაფისების მომენტი ადრე რაღაცა მეცინებოდა და გულახდილად რო თქვა ხო რაღაცა კუთხით ღიზიანდებოდი კიდევაც განსაკუთრებით აი ხანში შესულ ხალხს ემართება ხოლმე რომ იწყება ხოლმე ტრაბახს გაიგე განვლილი ცხოვრებისეული
გზიდან რაღაც ეპიზოდები მოახდინა, კეთილი საქმე როგორ გააკეთა, მიღწევები ჰქონდათ, როგორ შეაქეს და ასე შემდეგ და წლებთან ერთად თითქოს ემატება ამ ადამიანს ამის მისწრაფება. ხო და მე დაუკვირდი რა, რომ იმდენად რთულია ადამიანის ცხოვრებისეული გზა, გინდა არ გინდა, იმდენ დაუფასებლობას ხედავ, იმდენ შეურაცხყოფას, იმდენ შევიწროებას, იმდენ ხადის გადასმას შენი პიროვნების, რომ ფსიქოლოგიური ტენდენცია ჩდება, რომ შენი მე რაღაცნაირად მაინც წინ წამოწია. ასე რომ სულიერი კუთხით შეიძლება თლად გამართლებული არ არის, მაგრამ ადამიანის ბუნებას მაინც თავის კანონები აქვს. ჩვენ მაინც შემწყნარებელი უნდა იყო რა. იმიტომ რომ კიდევ მეორე მიხოთ იმისა, რომ არის რაღაც დადებითებიც, არა, საკმარისად იჩაგრება ადამიანი ამ ცხოვრებაში. ხო და მე თვითონ უჩნდება ტენდენცია, რომ ეს ადამიანი რაღაცნაირად წინ წამოწიოს, რაღაცნაირად უფრო დააფასონ, უფრო ხაზი გაესვას, რომ წარმოადგენს აი ამ პირქუშ სამყაროში რაღაცას და ამიტომაც ჩემთვის არაფერი ადამიანური უცხო არ არის და მთელი შემთხვევაში კაცრი ასკეტური შეფასების მაგივრად უფრო ესეთი ადამიანური მიდგომა მოდის ხო და ისე ადამიანიც თან მოსაყოლიც რო ისე აი ახალიც რო არაფერი არ ხდება ის საქართველოში ყოფი ადამიანი ძალიან დაიჩაგრა მამაო რაღაცნაირად კი ხსულიერად ყველანაირი შანსი არის იმისა რომ წინ წახვიდე იმიტომ რომ ეს მდგომარეობა გაიძულებს იმიტომ რომ ღმერთზე თუ არ იქნები დამოკიდებული გამორიცხული გაძლო ამ სამყაროს ვერ გაუძლებ ამ სიბოროტეს და სულიერებისათვის ძალიან კარგია მაგრამ რაც წინ არის მამაო დღეს ამ ყოფაში წამოწეული ეს მატერიალური რომლითაც სულგმრობ არსებობ რაღაცა და აი ბოროტი ყველანაირად ცდილობს რომ აი აქ რაღაცნაირად გამოგცადოს, მოგიჭიროს, ამით ღმერთი დაგაკარგინოს ამ გამოცდებში, ხო, მატერიალურ გამოცდებში, ხო, და შენ სიდუხჭირვეში, ხო? აქ მამაო ცოდო არის ადამიანი, იჩაგრება რა ძალიან რა. აი თუ დაუკვირდებით, მამაო ხშირად არის ხოლმე, რომ აი რა არის, შეიძლება უნდა რომ იქ იყოს, მაგრამ რაღაცნაირად რაღაც მატერიალური სიდუხჭირის გამო, რაღაცის გამო ბევრ ამას იკლებს ადამიანი, მამაო რა და აი თუ შეიძლება მამაო, აი ამ ადამიანებს რა შეიძლება უთხრათ, იმიტომ რომ მართლა რაღაცნაირად აი უფლის ხალხი არიან ესენი რა დღეს ვისაც უჭირს მატერიალურად თქვენთან არის პირდაპირ უფალი რა იმიტომ რომ თქვენ ხო კარგად იცით ვინც ხართ რომ ღმერთის გარეშე თქვენ აი იმ შემოსავლითაც იმ გაქანებითაც თქვენ ვერ იარსებებდით ეს არის ღვთისასწაული და მადლობა უფალს რომ აი ესე არ ტოვებს და არ წირავს საქართველოს იმიტომ რომ ზოგი ადამიანი ვიცი მამაო რომ გაიღვიძებს შეიძლება 5 ლარი კონდეს მთელ ოჯახს მთელი დღეს ამბობი და 10 ლარი ხო თუ შეიძლება მამაო აი ამასაც რო გაამახვილოთ ყურადღება და ხო ნუ როგორ თქვა ესეც რაღაც რთული განსაჯელია პირადად ჩემი დაკვირვებით უფალი აუცილებას მოგცემს. ავსოს ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მითხრა ადრე, მაშინ ერის კაცი ვიყავი რომ აი უფლისმიერი გზა როგორია თუნდაც მატერიალური უზრუნველყოფის კუთხით, რომ ხორაგით კი არ გექნებაო სარდაფის სავსე. აუცილებელი გექნებაო. და მართლაც ეგრეა ჩვენ ცხოვრებაზე დაკვირვება ამას მიუთითებს, იმიტომ რომ ზედმეტი უარყოფითად მოქმედებს ახლა თუნდაც ჩემი თაობის აი მდიდრული ოჯახიდან წამოსული რამდენი ახალგაზრდა თქვა განარკომანდა თამაში დაიწყო ანუ ფულმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა და ახლა რა თქმა უნდა ახლა პირდაპირ ესეთი მნიშვნელობით ყველას არ უნდა მიესადაგებოდეს მაგრამ რას ამბობს მინდა წერილი რომ აკლები უფრო ადვილად გაძრებაო ნემსის ხუთში ვიდრე მდიდარი შევა სასუპელში არა ახლა სიმდიდრესაც გააჩნია და როგორ იყენებს ახლა იყო დავით სარაჯიშვილი რომელიც თავის სიმდიდრეს თავის ქვეყანას ახმარდა და ახალგაზრდებს ადგენდა და ასე შემდეგ მაგრამ საკმარისად დიდი სასტური არა მე ეს ვიტყოდი ეს სიმდიდრე მაგრამ მეორე მხრივ პატრიარქს ხშირად უყვარდა ადრე სიღარიბეს ნუ შეეჩვევით ანუ აი ოქროს შუალედი არის ხო მაგრამ ამ ოქროს შუალედსაც დამსახურება უნდა კიდევ მეორე იმისთვის რომ
უფალმა ხელი გამოგიწოდოს იმისთვის რომ თუნდაც მატერიალურად რაღაცნაირად დაგეხმაროს ამასაც ხო დამსახურება უნდა არა რაღაცა თვალსაზრისით ეხლა შენ თუ ძიმე ცოდვებში ხარ შენ თუ ადამიანი გადააგდე თქვათ ფულის ამბავში თუ დააყაჩაღე თუ რა ვიცი ამდენაირი ცოდვა ეხა იგი როგორ მოგემართება ხელი მათზე არ მოგსაუბარი რა თქმა უნდა ნუ ყოველ შემთხვევაში ასეა თუ ისე აი ეს იმისთვის რომ მატერიალურ სიდუხჭირესას თავი დააღწიო უფლის ხალობას მაგალითად უნდა დამსახურება რა ხო და მაგრამ ნუ იმის მიქით ბევრი რამ არის რაც აღნიშნე რომ სადღაც აი ოქროს შუალედი არის სამეუფო გზა რა ყველა მიმართულებით იქნება თუნდაც მატერიალური უზრუნველყოფის კუთხით აი მატერიალურად როცა დაბალზე ადამიანი ბევრად უფრო კარგად იხედება ხედვა აქვს კარგი იმიტომ რომ სხვა ხალხში ტრიალებ მამაო და აი ამ ხალხში უფრო ბევრი სინათლეა და ბევრი ღვთიურია ვიდრე ის აი ძალიან ბევრი მაგალითად ვინც შეძლებული გახდა ვეღარ შეძლო ის იმ სიკეთის კეთება რომელსაც აი რო არ იყო შეძლებული აი ხშირად ვაკვირდები ხოლმე აი თუ ვინმე აი მაგალითად მაღაზიაში მივდივარ რაღაცა და ვიღაც უნდა რომ პატივი იქცეს მამაო და გჩუქნის ხო რაღაცას აი ვაკვირდები დიდრები კი ვერ მჩუქნიან მამაო აი გეფიცებით ყველაფერს ჩუქნის იცით ვინ იმ დიდრის გარო წამოიღო მე ვიღაცამ და იმის გარო აქვს ნაყიდი და ის სამი ცალი რო აქვს და აი ერთსაც აი თუ შეიძლება რა ჩემგან საჩუქან და დიდრებს აი რამდენჯერ დამინახავს რომ შეიძლება შესუხარ და რო არ გაჩუქოს ან დამალულა რაღაცა ან აი რაღაცა ეგეთი აი იმათ უფრო არ შეუძლიათ მამაო გაცემა ვიდრე აი ზუსტად იმ ფენას რომელსაც დღეს უჭირს მამაო თუ იმან იცის გაჭირებულის ფასი მამაო ო ეს ცნობილი განზომიერება რომ დიდარი უფრო ძუნწია ანუ სიმდიდრე სიძუნწისკენ უბიძგებს ადამიანს ხო ესეც უნდა გამოიყოს წმინდა ეულოგი იყო როგორც მე მახსოვს ესეთი წმინდა რომელიც აი სიმდიდრით არ გამოირჩეოდა და ძალიან გულისხმიური იყო მეგობრების გაჭირებულების მიმართ გამდიდრა და მე სასტიკი გახდა წარმოედგინეში ძუნწი დაშორდა ამ თავის ასე ვთქვათ ღარიბს ამეგობრო ხო ღარიბს ამეგობრო და მე რომ გაღარიბდა მე ისევ დაბრუნდა მისი ადრინდელი მე ხო და ნუ ესეც ცხოვრებისეული სურათია რა ეს არ არის რაღაცა გამონაგონი რომ სიმდიდრე საკმარისად ხშირ შემთხვევაში სიძულწისკენ უბიძგებს არა ადამიანს და მე ახლა ეს თუნდაც შეიძლება განაპირობებს რომ სიძუნწე რას გულისხმობს რაღაც კუთხით ფულსაც აგროვებ ხო ზედმეტად არ ხარჯავ და ამიტომ უფრო და უფრო მდიდრდები არა ასეა თუ ისეა ესეც ფალშისაცები ცხოვრებისეული კანონია რომ სიმდიდრისკენ მიმავალი მიდრეკილია რომ უფრო ძუნწი გახდეს და ზოგჯერ ღარიბი და უბრალო უკანასკნელს გაიმეტებს მამაო რამდენი აი ერთხელ როგორ მახსოვს რაღაცა ფსკვნილი მინდოდა და ისე უბრალოდ იმას ქენდა ვიღაცა გაჭირებული გამოვიდა მამაო აი საერთოდ არავინ რო არ ყავდა და მონასტერში იყო და ერთი მდიდარი იყო რომელსაც ის იმას ქონდა ეს ფსკვნილი ამან ეგრევე ამოიღო და ჰაუ მე მოგცა აი ის როგორ დამოვიწყე იმ კაცზე დღესაც ლოცულობ მამაო აი წარმოიდგინე და ქუჩაში არ სადღაც მოხდებიან მამაო ეკლესიაში აი ძალიან რო აი ხო ვიცი რომ ზუსტად აი ერთი შეიძლება წიგში ედოს ერთი ხატი იმას ამოიღებს და გაჩქებენ მამაო ხო აი ეს საერთოდ ეხა ეს ქრისტიანობა რა არის უმაღლესი პილოტაჟი უპოვარება რა რო აიღო დიდი სულიერების ბერი რა სიმდიდრე აქვს თუ ერთი სენაკია ერთი მაგი და თაროები ციგნებისთვის ერთი კაბა ჩასაცმელი ფეხსაცმელი და ასე შემდეგ ეხა მაცხვარი რომ დაიბადა სად დაიბადა ბაგაში დაიბადა რა ბოსელში წარმოიდგინე ხო და ეხა არ შეეძლო სამყაროს მეუფეს რომ სასახლეში დაბადებული იყო და მომსახურებოდა უამრავი ადამიანია ხო მაგრამ ესე ღარიბულად დაიბადა ღარიბულად გაატარა ხო მთელი ცხოვრება ანუ სულიერების დღესასწაული ამას გულისხმობს მაგრამ ნუ აკაც ეხა ზედმეტად არ უნდა გადავიჭრათ ჩვენ ეს სხვა არის
ბერული გზა და ასკეტური გზა და ეხლა შენ რომ იგივე მოინდომო ერთში რო ცხოვრობ ვერიზამ და ეს იქნება ეხლა მე რომ მომინდომო რომ 2 მეტრს და 30 სანტიმეტრს გადავახტე თამასას რა გადავახტები თავს რა ესე არის ჩვენი ეკლესიური ცხოვრება და მამა აი როგორ უნდა დაუკმაყოფილდე დღევანდელი ცხოვრება მიუხედავად იმის ამდენი ტკივილით ამდენი პრობლემით ამდენი რაღაცით აი ეს ადამიანი მამა დღევანდელი პრობლემით როგორ უნდა იყოს კმაყოფილი იმიტომ რომ ფაქტიურად ეხა რაც ადამიანს ჭირს ეს ყველაფერი ჩაივლის ეს აი აბსოლუტურად აი ვისაც აი ყველაზე მაქსიმუმი რაც გჭირთ ხო აი თუნდაც ყველაზე დიდი ტკივილი ხო ჩვენ რო სიტყვაზე გარდავიცვლებით იმ ტკივილსაც ბოლო მოიღება წარმოიდგინეთ რა აი ვიცი რომ ძალიან ბევრი აი შეუდარებელი ტკივილია ვიღაცას რომ გარდაცვლილი ყავს ამ ტკივილზე მეტი ტკივილი არ არსებობს მაგრამ ამ ტკივილსაც ღმერთი ჩვენი გარდაცვალების მერე ბოლოს მოუღებს რა რაღაცა დროის ფაქტორია უბრალოდ და ძალიან წუხარ ვიცი მაგრამ აი ეს ყველაფერი მამა როგორ უნდა მოერიოს და დაიტიოს ადამიანმა მამა იმიტომ რომ ძალიან რთულ დღეში არის დღევანდელი პიროვნება თვითონ სულიერების ხრი მამა მატერიალურს და იმას აღარავინ აღარ ჭირს მაგრამ სულიერად საერთოდ არისო ამ ბრძოლისათვის მზად რაც დღეს ბოროტმა გამოუცხადა მამა ყველაზე დაცემული მდგომარეობა თუ რამე შეიძლება რომ შემოგთავაზოს ყველაფერი შემოგთავაზა მამა რაღაც პლინტუსის ქვემოთ ჩავიდა უკვე ნუ აქ ეს არ არის პათეტიკა უპირველესი ფსიქოლოგიური დამხმარე არის ღმერთი და ღმერთის სახლი არის ეკლესია. ეკლესიური ცხოვრების გარეშე აი მე უბრალოდ არ მესმის. აი პირდაპირ ვიძახი რა. აი როგორ შეიძლება ადამიანმა ამ ყველაფერს გაუძლოს. თუ ახსარებაში არ თქვა, თუ არ ეზიარა, თუ არ ილოცა, თუ სასულ ლიტერატურა არ წაიკითხა რა. აი ძალიან დაუცველი გამოდის. ძალიან დაუცველი. იგივე ახლა ატეხილია მთელი ისტერია ჯადოებზე, იგივე აი რეალობა ეს არ არის რეალობა. რომ დაცული იყო თუნდაც აი ვიღაცა რო ხიმამრობს არა. აქაც ეკლესიური ცხოვრება. ასე რომ ტკივილს როგორ უნდა გაუძლო? უნდა გაუძლო ისევ იმით რომ უფალთა ჩაუშვა ღუზა. როდესაც ჩენი ტკივილი შეხსახ ლაპარაკობ ახსერებაში ჩვეანურად უარყოფით ფიქრების, ემოციების, თემების. რამდენს უგზნია როგორ შემსუბუქებულა ეს წარე ზეწოლა. აი ესეც ვერჯერ მithქვავს. აი წარმოიდგინე განერვირებული ხარ, გაბრაზებული ხარ, დაფუღმილი ხარ და შეხვედი სიონში და ბინდბუნდია და ლოცვა კითხულობენ. აი თითქოს რაღაცა მშვიდდები, წნარდები, თქნარებას იწყებ, ანუ წარელობა ხო იგივე დარჩა რა. ან თუნდაც უბრალოდ საღამოს ლოცვა რო წაიკითხო, აი ხატებთან რო დადგია რა. რო ეზიარები რამდენს უთქვამს რომ ძლიერდები როგორ მშველის ეს ზიარება რა ხო და აი ეს ტკივილი როგორ უნდა შესუსტდეს მე რამდენი საშუალება აქვს უფალს რომ ამ ტკივილის შეფსუბუქებაში დაგეხმაროს გამოგიგზავნის ისეთ ადამიანებს რომელსაც ჩვენზე მძიმე ხვედრია და იმასთან შედარებით ჩენი დიდად აღარაფრად აღმოჩნს. იმ ხალხს გამოგიგზავნის, რომელიც ვაშკაცურად იტანს აი ამ თავის განსაცდელს. ხო და აი ამ ყველაფერს ხო როგორ გითხრა, გაცნობა ჭირდება რა, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი ყოფა ისეთია ხო, რომ აუცილებლად განიცდი ტკივილს. თუნდაც ფიზიკური ტკივილი რო აიღო, ხო აუცილებლად გამოსდი რა. გაუსაძლისი ტკივილი ვის არ გამოუცდია, როდესაც აი უკვე აღარაფერი აღარ გახსოვს და იქ ხვდები თურმე რა ნეტარება და რა დასაფასებელია, აი თუნდაც რომ უტკივილო ცხოვრობ, რომ იქ თავი არ გტკივა ძალიან, კბილი არ გტკივა, წელი არ გტკივა და ასე და ასე შემდეგ არა. თურმე რამხელა წყალობა ყოფილა ეს ღმერთისა რა და ვის ევედრები ახლა. წარმოიდგინე შენ. ევედრები ღმერთს ხო? იმიტომ რომ ხვდები რომ მისი დაშვებით არის ეს ყველაფერი. მაშინ ეჭიდებია რა. ასე რომ ყველანაირ ტკივილს განვიცდით ჩვენ და უპირველესი შემასუსტებელი ამ ტკივილის არის უფალი. და უფალთან უნდა ჩაუშვა ღუზა და უფლის სავალი კლასიკური გზა ხო ეს არის ეკლესია. ეხლა ვიღაცას ამის ჯერა წამს თუ არა, ნუ ეს მისი პრობლემაა, რეალურად ობიექტურად ესეა. ასე რომ ყველაზე დიდი
დამხმარე ფსიქოლოგიური ტკივილის განმანქარებელი არის, რა თქმა უნდა, ისე უზენაესი. იმედი მამო, რაც თავარია, ის იმედი თუ არ გექნება, აი შენ შეიძლება მთელი ფსალმუნები წაიკითხო და იქ ვერ შეხვიდე. აი ის იმედი თუ არ გექნება გამორიცხული, აი უიმედოთ, აი იმედით შეიძლება საერთოდ მთელი გვითარება რადიკალურად შეცვალო და იმედი, აი თან მამო ბოროტი, აი მაპატეთ 5 წუთი დარჩა ბოლოს და რო გითხათ, ბოროტი ყველაფერს აკეთებს მამაო, რომ აბა რა, ჩვენი მისია არის, რომ ღმერთის მისია არის, რომ ჩვენ დავიბადეთ, რომ მასთან მივიდეთ. და ამის მისიაა, რომ მასთან ვერ მიაღწიო ღმერთამდე. აბა რა, იზამს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა. და ეს იქნება ეს ჭიდილი ყოველთვის არის და ადამიანი არის ამ ჭიდილის მთავარი ობიექტი, მამა. რა თქმა უნდა, ეხლა გიორგი, ეხლა რაც რო გადის, წლები გადის, კიდე არ გინდა დასკვნებს აკეთებ და ერთ-ერთი დასკვნა რა არის, იცი? აი როგორ საკრულ და ჭკვიან ძალასთან გვაქვს ჩვენ საქმე. აი წარმოიდგინეთ ახლა ამდენი წელი ვიცხოვრე უგამცოდულ დედამიწაზე და წლები რაც უფრო გადის არა უფრო და უფრო მეტად სწმუნდები ვისთანა გვაქვს ჩვენ საქმე. ებრძვის ღმერთს წარმოიდგინე როგორი კოლოსალური შესაძლებლობის უნდა იყო რომ ღმერთს დაუწყო ბრძოლა. და რამდენი თაობა გაიარა თაობამ გაიარა მის ხელში რა კარგად იცნობს ადამიანის ბუნებას. და როგორ კარგად იცის როდის დაარტყას ამა თუ იმ სისუსტის კუთხით. აი ეს შეგრძნება უფრო და უფრო მიმზარდება რომ ვისთანა გვაქვს ჩვენ საქმე. აი ჩვენ კიდე ვერ ვაცნობიერებთ რა ამ ძალის მასშტაბს, საკრობის ჭუის და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ახლა სულელია, იმიტომ რომ მერცებძვის ახლა საბოლოო ჯამში მაგრამ ამ ქვეყნიური გაგებით არა ეს გაორებას მოიცემა არის უჭკვიანესი, მაგრამ უსულელესი. ხო. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება რომ ძალიან ხიზლად ვიყოთ, იმიტომ რომ დიდი ფსიქოლოგიური ცოდნით და გამოცდილებით მოდის და ძალიან კარგად იყენებს ვითარებას ჩვენ სისუსტეებს და ასე შემდეგ. ასე რომ რაც ადრე მიხვდებით ამას მით უფრო კარგი იქნება და. და მამო როგორ მაგარი აი როგორი ხალხი ყავს დანაღუპი რომ წარმოიდგინეთ მამო შეიძლება მთელი ცხოვრება ეკლესიაში იყო შეიძლება 100-აც კურნავდა ისეთ და აი ესეთ ხალხსაც კი ღუპავდა თავისი ამ ნებები თავისი აი ამ სისუსტეებით იმით და იმის წამოწევით ხო და რამდენი მოუტყუებია მამო დღესაც შეიძლება ვიღაცას ეგონოს რომ შეიძლება წმინდანი იყოს და ამ დროს იმისგან იმართებოდეს ხო იცი რა არის აი იმდენი ნიუანსი ახლა ჩემი დაკვირვებით აი შეიძლება წლები 10 წლეულები გაცალოს ხო აი ბოლოს ისე დაგარტყავს რომ ამოვატრიალებს ეს შეეხება როგორც ერის წარმოადგენელს ისე ბერის ეს არ არის მხოლოდ თეორიული წიაღსვლების გამოვლინება ჩემი დაკვირვებით რა აი 10 წლეულები დაგაცდის და შეიძლება ისე დაგღალოს ამ ბრძოლით მე მოდუნდე და მე ამოგატრიალებს ხო ასე რომ იქ სუფხიზლად უნდა იყო და ეხლა რაც თქვი თითქოს თელი ცხოვრება სანიმუშოდ გაატარა მოდუნდა და აბა ну რეალობა ეს არის ხო და ამ რეალობას რაც ადრე გავაცნობიერებთ უკეთესი იქნება იმიტომ რომ ეს ძალა რეალურად არსებობს და მარჩა გათავდა ხო და თან ჩვენ როგორ ვაძლიერებთ და საერთოდ ბრძოლაც არ ჭირდება ზოგჯერ ისეთ რაღაცას ჩავიდენთ ხოლმე ალბათ ფინტებს იწერს ის რომ ხო ეგრე არის რა მართლა იმდენად იმხელა პასებს ვაძლევთ რომ აღარც უნდა დიდი ის ზოგჯერ ყველაფერს მაგასაც ვერ გადააბრალებ არა ადამიანურობას თავისაშვება რა ხო მართლაც ეგრეა და ის მისია არის რომ გვებრძოლოს და ჩვენ ეს ყველაფერი აბა არ გაპატიებს გამორიცხულია მაშინ შენ ქრისტიანი ვერ ხარ თუ ბოროტი არ გებძვის და გპატიობს მაშინ ხო და რატო უშვებს უფალი ამას ისევ იმიტომ უშვებს რომ ჩვენ ძალიან გავიწაფოთ ბრძოლაში ოქრო ცეცხლში იწვთო ხო ძალიან გავიწაფოს ასე დიდ მოწინააღმდეგოს თუ როგორ საქმე არა ძალიან სხვანაირად იმეცნებს საკუთარ თავს ბრძოლას სწავლობ უთვინებას უფალს მინდობას
აბა თუ ესეთი რთული გამოსთა არ მოეწყო, როგორ გაიზდები პიროვნულად და როგორ შეიმეცნე საკუთარ თავს და მაღალ სიმაღლეებს როგორ მიაღწევ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. შემდეგში აუცილებლად გავაკეთებთ იმ თემას, რასაც რაც დავთქვით, უბრალოდ დღეს რაღაცა საგანგებოდ ისე მოხდა, რომ ამაოს გამო ვეღარ წავიყვანეთ სხვა თემა, მიახლოვებით ესე ერთობლივად და გამძლეობას გისურვებთ, რაც თავარია და ატანას და დათმევას იმ გამოცხადებული ყველაფერი აბსოლუტურად სიუხვჭირა თუ რაღაცა ყველაფერი ბოროტისგან არის სპეციალურად რა და აი ამ ყველაფრის ატანას და დათმენას და გაცლებას გისურვებთ, რაც თავარია. კარგად ზანდებოდეთ, მამა იოანე სქიმოსანი არქიმანდრიტი იყო და ესე შეგიძლიათ მოიხსენიოთ სქი არქიმანდრიტი და მისი სული იქიდან შეგვეწევა აუცილებლად და 40-მდე მაინც რომ მოიხსენიოთ, ჩემი თხოვნა იქნება და ყველას ბედნიერებას გისურვებთ, სიკეთეს გისურვებთ და განსაკუთრებით პატიმრები ვინც ხართ და უცხოეთში მყოფი ქართველები და პატიმრებს განსაკუთრებით რაღაცნაირად თქვენ ტკივილის გატანას, დათმენას და ატანას გისურვებთ და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. მე გახდით გიორგი დარასელია, მამა დავით ციცქიშვილი გახდა ჩემი სტუმარი. ფონდი ერთობა შეგიძლიათ ქართულად ესე მოიწონოთ და იქიდება ეს გადაცემები და ბედნიერებას გისურვებთ. მამაო, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენ ცხოვრებაში, მართლა ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევთ და ძალიან გვაძლიერებს თქვენი ყოფნა და დიდხანს იყავით რაც თავარი. მამა დავითის თუ შეგიძლიათ რომ ჩაწეროთ, ვიცი რომ პატიმრები და ისინი იწერთ ხოლმე ამ ყველაფერს და თუ შეგიძლიათ რომ მოიხსენიოთ, მამაოსაც ჭირდება ხოლმე აუცილებლად, ყველას გჭირდება თქვენი ლოცვა. კარგად ზანდებოდეთ დროებით.